წელიწადია შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პროვაინთან ერთად ვიზრდებოდით, ვითარდებოდით, ჩვენი პოპულარობა იზრდებოდა, წარმოდგენა ქართული ღვინოების სულ უფრო და უფრო მეტი ხდებოდა. და შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს პროვაინი არის განსხვავებული. და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმდინარეობებია ამ თუ იმ რეგიონში ღვინის მოხმარების კუთხით. აი, წლევანდელი პროვაინი რადიკალურად განსხვავდება შარშანდელი პროვაინისგან, იმ ერთი მიზეზის გამო, რომ შარშან იყო დიდი მოზღვავება ინტერესის ქართულ სტენდზე რუსეთის იმპორტიორებისგან და რუსეთში არსებული დისტრიბუტორებისგან, წელს არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ინტერესი ქართულ ღვინოზე მაღალია, მაგრამ საუბრები უფრო შეეხება თუ როგორ გამოვიდით ამ კრიზისული მდგომარეობიდან. შარშან თუ ლაპარაკობდით თუ როგორ შეძლებთ რომ მოგვაწოდოთ ის უწყვეტი ნაკადით ის რაოდენობები, რომელსაც ისინი დაგვიკვეთავდნენ, წელს ვცდილობთ რომ აი იმ სირთულეები გადავლახოთ. ევროპელები, რომლებიც მოდიან, რომლებიც სტაბილურად მოდიოდნენ და მათი რაოდენობა წინა წლამდე იზრდება, მაგრამ არა ისეთი დიდი სიხშირით, მათ კრიზისი არ აქვთ. ისინი ლაპარაკობენ თუ რა ახალი ღვინოები შეგვიძლია შევთავაზოთ, ახალი ყურძნის ჯიშების გამოყენება ხო არ დავიწყეთ. ქვევრის ღვინოებით არიან ძალიან დაინტერესებული, იმიტომ რომ პოპულარობა ქვევრის მეღვინეობამ ამ ნამდვილი ქართული ტრადიციული მეთოდმა ძალიან დიდი მოიპოვა. ასე რომ საუბრის თემები არის ძალიან განსხვავებული და წლევანდელი წელიც ერთგვარი გარდამტეხი იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევძლოთ გამოვიდეთ იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენ თვითონვე ჩავიყვანეთ ჩვენი თავი, გავხდით რა ჭარბად დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. საქართველოს მონაწილეობა ამ ბაზრობაზე ისეთი დიდი ქვეყნების გვერდით, ტრადიციულად დიდი ღვინის წარმოებელი ქვეყნების გვერდით, როგორც არის საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, თავისთავად არის უკვე აღსანიშნავი ფაქტი. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, ბუნებრივია და წელს სხვა წლებისგან განსხვავებით აშკარად ჩანდა ქართული ღვინით დაინტერესება და სწორედ ამ პროვაინზე მონაწილეობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისა, რომ ქართული ღვინო, რომელიც ხარისხით ძალიან კარგია, მსოფლიო ბაზრებზე გავიდეს. წელს მართლა რაღაც საინტერესო ტენდენცია დაიწყო ალბათ. მე ვფიქრობ, რომ ეს დასაწყისი იქნება, იმიტომ რომ წელს უკვე განსაკუთრებით სპეციალურად მოდის ხალხი, სპეციალური ღვინოები, ჯიშების სანახავად, ქვევრის სანახავად, ტრადიციული ღვინის სანახავად. აქამდე როგორ იყო, მაინც რომ აი საქართველოს სადაც გაგვიგია, პოლიტიკურად გაგვიგია და ახლა მოვიდნენ რაღაცა ნახოთ. წელს მოდიან უშუალოდ ღვინოებისთვის. მოდიან ღვინოებს კითხულობენ, რომელიც წინა წლებიდან ახსოვთ, აი ეს თუ გაქვს, ის გაქვს კიდე თუ არა. ესე იგი, ბევრად უფრო პროფესიონალურად ესე ვთქვათ, იგივე ხალხი მოდის, ბევრად უფრო გაცნობის თვალსაზრისით მოყავთ ბევრი ხალხი, რომ აი მე ველაპარაკე ვიღაცას გაზაფხულზე და აი არ დამიჯერა რომ ქვევრის ღვინოები ესეთი კარგი შეიძლება იყოს და მოდი გავსინჯოთ ერთად. მაგრამ მიმართულებები რა თქმა უნდა იხვეწება, ქართული ღვინო ბევრად პოპულარი ხდება და ალბათ ეს სწორია, იმიტომ რომ რაღაცა ვიღაცებს ეგონათ რომ დღეიდან ხვალე უკვე იქნებოდა პოპულარული და რაღაცა აღფინება იქნება. ეს ნაბიჯ ეს რთული პროცესია, რომელიც მოგცემს ალბათ იმის საშუალებას, რომ დღეს კიდე ერთი კარგი ნაბიჯი გადაიდგა. ეს წინაპირობაა, რომ ხვალ უფრო დიდი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ, არ შეიძლება მიმართულება არ უნდა შეიცვალოს ქართულმა მეღვინეობამ და არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული რუსეთი ხვალ ღია თუ დაკეტილია თუ რუბლი დავარდა თუ ავარდა, იმაზე არ უნდა იყოს ქართული ღვინო.